მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ ისევ Just Drivers, ისევ ჩემ თვალშიზი ხართ და ახლა ზუსტად იმავე სურათს უყურებთ, რასაც მე. ეს არის Ford Focus RS მოდელი, რომელიც არის ქარხნულად 350 ცხენისძალაზე. ხედავთ ახლა რომ არ ეთყობა მანქანას რომ სტოკი იყოს მთლად, ხედავთ დისკებზე, ხედავთ რომ გადუტულია და შესაბამისად ვერც ვივარაუდებთ რომ დაახლოებით 350 ცხენზე იქნება. შეიძლება რომ უფრო მეტიც არის. კაპოტს რო ავხდით, მე უფრო კარგად ვნახავთ. ეს არ გეგონოთ რომ გამოწეულია სპეისერებით, ეს არის თვითონ დისკები ფართე. აი RS-ის ნიშანიც აი აქ გვაქვს. ეს მანქანა არის სხვადასხვა 4x4-ზე და იგივე ძრავი არის, რა ძრავის არის Ford Mustang-ებში. კარგი. აი ასე გამოიყურება ჩვენი 2.3 EcoBoost-ი, Ford Performance-ია წერია. აი აქ კობის შემშვები გვაქვს, ფილტრი სპორტულია. უნდა ვივარაუდოთ რომ გამშვებიც გვიყენია მანქანაზე. ამის ხმას მოძრაობაში მოგასმენიებთ, ეს არის სრული ჰარმონია ყურისთვის რა. სად Mozart-ი და სად აი ეს მანქანა. სანამ დავიძრევით, ახლა ჩვენ ყველა მანქანაში დავკიდებთ Little Trees ამერიკულ მანქანის არომატიზატორებს. სადა ვართ? მოდი ახლა ბინასთან ვარ და არ მინდა რომ ხალხი შევაწუხო. ამიტომ გავიწიოთ ცოტა ისეთ ადგილას, სადაც შევძლებთ რომ თავისუფლად მოგასმენიოთ ამ მანქანის ხმა. მგონია რომ კაპოტში ძრავის მაგივრად ორკესტრი, თავისი დირიჟორი ძის და რაღაცა ესე კლარნეტს უკრავენ ახლა. პირველად ვზივარ აი ამ მანქანაზე. რა ემოციებსაც ახლა თქვენ ისმენთ და უყურებთ, ეს არის ნამდვილი და ასე რომ ვთქვათ, არ არის მეორადი. ანუ ეს ყველაფერი შეგრძნება როგორც თქვენთვის შეიძლება უმრავლესობისთვის, ჩემთვისაც ასევე პირველია. ამიტომ მიყვარს ეს, რასაც ახლა ვაკეთებ და ზოგადად მანქანები, რომ აი ამ ემოციას გაწვდიან რა. აი მექანიკა არის ვაფშე საერთოდ სხვა სამყაროა. რა თქმა უნდა, მანქანაში მე სუპერზე ნაკლებს ახლა არ ჩავასხამ და რომელიმე ბენზინგასამარცე მივიდეთ ყველაზე ახლოს რაც არის ახლა აქ. სხვადასხვა საკმაოდ ხისტია, განიერი საბურავები რო არის. ეგ ტარების მომენტში, ანუ აი ახაც რო დავდივარ სიგიჟია რა ძმაო, ამ მანქანით უბრალოდ ნელა რანაირად უნდა ერო ვერ წარმომიდგენია რა. ნუ შეიძლება ეხა, მაგრამ რავი. როცა პირველად ზიხარ არა რა, ეს შეგრძნება აუცილებელი. აი აქ ახლა მივიღოთ სუპერი საწვავი ჩვენ საით აქვს აუზი. სხვადასხვა აი აქ ახატია ხოლმე თუ დააკვირდებით, ის არის რა და ეგ გეუნებათ ხოლმე რომელ მხარეს არის აუზი. არ გინდა კაც. აჰა, სლიკ საბურავები გვაქვს. სუპერი საწვავი მიღებულია. ახლა გავიაროთ. და მე ვნახოთ უკვე ავტობანზე როგორ დადის. არა, ასორებს რა ეს ხმები. მოდი გავუშვათ მარშრუტი. აი ბევრად მეც სიამოვნებას იღებ მექანიკა მანქანით. ვიდრე ეხა ჩემი მაგალითად ხო DSG-ია. აქ ვინმე არ გადმოდიოდეს. აი ჩემი მანქანა ხო DSG ეხა ტურბინიანია და რაღაც მხრივ ანუ ასორებს ატარებლად რაღაც სპორტული ხასიათი აქვს. თუმცა მექანიკა რო იყოს ბევრად მეტი ასე ვთქვათ ემოციის მონიჭება შეუძლია. იმიტომ რომ შემთხვევით მოქმედებ, აი ეხლა ხელი არ გამიჩერებია, რაც დავდივართ, ეხლა მთელი ვიდეოს განმავლობაში ხედავთ რომ ხელი გავაჩერე, სულ downshift-ი, upshift-ი. აი ტეტე რომ ყავდა ის პერიოდი გავიხსენე ეხლა ზუსტად. ბავშვები გადაუშვათ. ყველას უსწორდება რა. როგორი მანქანა არის, იცი?
შენ როზი ხარ და რო ატარებ ხო გისწორდება, მაგრამ სხვა რო გიყურებს რომ აი შენ ამ სიამოვნებას იღებ, აი ისიც ინაწილებს რა აი ამ შენ სიამოვნებას. კარგი. მოდი ეხლა სხვა რაღაცებსაც გადავხედოთ. აი სანამ მივალთ ავტობანამდე, ეხლა ცოტა მოძრაობა არის წინ. რაღაცები რა, რაღაცები მოგიყვეთ ეხლა მაგას. არ ვიცი, ოღონდ რაზე ვილაპარაკო, სხვაზე გარდა პერფორმენსის, არა ეს ხო? Ford Performance-ის ესე რომ ვთქვათ შედეგი არის ეს მანქანა. ზრავშიც ხო აწერია Ford Performance. ეს მანქანა არის მთლიანად აი ამ შესრულებაზე. ეს არის ზრავიდან ხო ორკესტრის სხვა გვესმის და აქეთ ეს მექანიკური რაც არის უკვე კოლოფი და ასეთი რაღაცები, ესენი ალბათ სეკვაში შეიძლება გავიყვანოთ რა. ფოლკლორული ანსამბლი და რავი რაღაცები. კაი, მე მგონი ცოტა ზედმეტი შედარება იყო. რა შეიძლება ხა ხმის შემოსვლას. უნდა ვთქვა, რომ აი, ახლა ვიგზენი ნამდვილად ჩემ ჯეტაზე რომ ჩემი ხელით გავაკეთე ხმის იზოლაცია, რამდენად მოქმედებს რა. იმიტომ რომ მანქანაში ხა უფრო მეტად შემოდის აი ეს საბურავიდან წამოსული ხმა სალონში რა თვითონ. აუ ეს მევასება Ford-ებს ვთქვათ, აი ეს გეგონება რომ რაღაცა ის იყოს, მარშრუტკა იყოს, არა და ამ დროს რაღაცა 4-ცხენიანი, მინიმუმ 4-ცხენიანი რაღაცა სიგიჟე მანქანა არის რა. ტურბინიანი მანქანით განსაკუთრებით, არასდროს არ დააფაროთ, მაგალითად ეხა მე6-დან არასდროს არ ააკრიბებთ სიჩქარე. მაგალითად თუ გინდა რომ ეხა მაგალითად აი სიჩქარე აკრიბო ავტობანზე, ამისათვის უნდა გააკეთო downshift-ი. მე5, მე4, მე3 და მე უკვე შეგიძლია რომ ტურბო უკვე პიკში არის და მიდის რა. ავტობუსი კარგი. ეს არის ქუთაისის ავტობნის, ასე რომ ვთქვათ, უდიდესი პრობლემა. ამას შეხედეთ უბრალოდ რა. გადადის, სად გაჩერდის, ავტობანზე ძროხა, ვის გაუგია ვარ. ვინმეს ხო არ უნდა ნახოს როგორ მიდის. აი რაღაც ფეხი მაქვს გაჭედილი, მანქანა აღარ ჩერდება, რა ხდება? აი რა გავაკეთო? ასეთ მდგომარეობაში რა უნდა გააკეთოთ, ხო არ იცით, როცა აი რაღაცა აგვინთო, მე მგონი ჯობია რომ გავჩერდეთ, ტორმუზე უნდა დაგეჭი რა, გასაგებია, ახლა გასაგებიოსო. გიო, ჩეკი ამინთო აგერ ავტობანზე და იცის ხოლმე ასე? ხო, არაფერი სანელო. იცის ხოლმე ასე. აი, მოვალ მაინც უკვე უკანა გზაზე ვარ აგერ და ნახოთ რამე არ იყოს. არაფერი, ხო, გაიმოდი. მანქანა როცა არ არის სტოკი, იცის ხოლმე ასე ჩეკის ანთება, მაგრამ აუცილებლად უნდა შემეთხოვინები ახლა პატრონისთვის, რომ შეიძლება იმან იცის რა, ხო იცი, მუნჯისენა, დედამიწის ეგეთი გამოთქმა რო არის. ეგრე არის ამ დანასწროებულ მანქანებზე რა. რაღაც ახლა ვერ აითვალა. ეგრევე ჩეკი წამოვარტყა თორე. ანუ მოძრაობაში ხარ რო რამეს გრძნობდე, ეგრევე მანქანას საერთოდ ჩავაქრობდი რა და აღარც მივლიდი. ახლა რასაც მე ვაკეთებ, აი რო დავდივარ, ეს ემოცია ხო თქვენს გადმოგეცათ. თქვენს ხო გრძნობდით, თქვენს ხო ჩემაგივრად იჯექით ახლა მანქანის საჭესთან რა რაღაცნაირად ეს ხედი უკვე გეცნობათ ასე რომ ვთქვა და ეხლა სადმე Ford Focus RS-ზე თუ მოგიწიათ დაждდომა, უკვე იცით რა რაღაცები, აი გარემო როგორია, როგორი ხილვადობა გვაქვს, როგორ დადის და ასე შემდგომ რა ეს ყველაფერი ეს ემოციები მინდოდა რომ თქვენთვის გამეზიარებია და თუ თქვენამდე მოვიდა ეს ემოცია და დადებითად მოვიდა აუცილებლად გთხოვთ რომ მაწოდინეთ არხს თუ გამოიწერთ იცით ეხლა ყველა YouTube-ს ვინც უყურებთ ყველა მიცის რომ არხი უნდა გამოიწერო ვინმეს რა ეხლა ახალი თემა არ არის რა იცით რომ ძალიან დამეხმარება ასე რომ მადლობა ყველას ვინც ხართ ჩემი გამომწერები ვინც ახლა გამოიწერთ იმათაც ძალიან დიდი მადლობა და მოგლეთ მივიდეთ ეს მანქანა ვნახოთ ეხლა რა შევა თუ რამე სერიოზული არ იყოს და მე უკვე გავაგრძელებთ გაზავს
არა, მანქანა მუშაობს გიჟივით, ძმაო. ქუთაისში მოკლედ ბევრი საინტერესო მანქანა გვყავს და ნუ დაგენანებათ, მეგობრებო, ნუ დაამშავებთ გარაჟში. მე ხედავთ, რომ თუ მანქანას რაღაცა პრობლემა აქვს, იმას არ გავაწვალებ. მანქანები მიყვარს, მანქანებს გრძნობ, მესმის მათი, ვცდილობ, რომ ერთ სიტყვით გავუგო. ხო და ამიტომ არ მიყვარს მანქანებთან უხეშად მოკროვა. მანქანას თუ რაღაც არ შეუძლია, რაღაცა უჭირს, გამორიცხულია, რომ მე იმას ძალად დავატანო და აი რაღაცა პიკზე ვამუშაო რა, იმ დროს, როცა არ არის მზად. ჩემი მანქანაც ახლა მაგალითად სერვისი რო ქონდა გასატარებელი, გავატარე და მაგის მერე ვგაზაობ. სანამ სერვისს გავატარებდი, მანამდე ყოველთვის ვერიდებოდი, აი სიმართლეს ვიზახი, თავდაჯერებულად არ ვგაზაობდი. ეხლა კი მეორე სიჩქარე მესამე სახ გააწურიებდი, მაგრამ ასე რომ ავტობანზე გახვიდე და აი რაღაცა მანქანის მაქსიმალური შესაძლებლობა გამოვლენიო, მაგრამ რაღაცებს არ ვაკეთებდი რა. მოკლედ მოვედით, მეგობრებო, თუ ეს მოგწონთ ეს კონტენტი, აუცილებლად დამიკომენტარეთ, გამამხნევეთ, რომ გავაგრძელო და თავისთავად არხიც გამოიწერეთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.